ეკლესიაში ჯდომისას, სიშვამის მოსმენისას, ერთი აზრი მივიღე. ყველა ადამიანში არის რომ ერთის ნაწილი, ის გველოდება თავის კართან. ყველა ნაწილის შესაგროვებლად საკუთარ თავში, ის ხენ და ხენ მიგიყვანს შემე. ადამიანის სული არსებობის დრეში, ხელახლა იბადება, უყვარს ყველას გარშემო. უზენაესი სიყვარულისთვის, ისევ ელის ხელახალი დაბადებას. ეკლესიაში ჯდომისას, სიჩომის მოსმენისას, ისევ ვფიქრობ ბიჩემს თვორებაზე. ყველა ადამიანი ელის ხელახალი დაბადებას. ზოგი მცირე ხმით, ზოგი საუკუნით, არიან ადამიანები, რომლებიც დიალოგის გარეშე ცხოვრობენ. არიან ისეთებიც, რომლებიც არიღებენ ვლეთს. და ვინ ხარ შენ ცხოვრებაში, სიკვდილის შემდეგ გაიგე. იქ ისინი ეკლესიაში ზივარენ მარტო, მუსიკა მესმის, შიგნით სიჩუმე. მე ვხედავ ჩემს თავს ვაგებში და ჩემს ზემოთ მხოლოდ ღმერთს. ყველა ადამიანში არის შემოქმედის ნაწილი, თითოეულში არის მისთვის დაძარი და სასახლე. ვინც სულით წამს სატანისთვის გაუგებარია, რადგან ადამიანს სიყვარული ამოძრავებს. ღმერთი ჩვენს გულებსა და სულებშია. გაიგე, კაცო, უკვე